საკმაოდ დიდი ხანია ალბათ მე რაც ამ ტიპის ღონისძიებებზე მიწევს გამოსვლა და რამდენჯერაც გამოვედი ყოველთვის ახსენდება ცნობილი ამერიკელი მწერლის ჯორჯ სონდერსის სიტყვები, რომ ამ ტიპის შეხვედრებზე ჩამოყალიბდა ერთგვარი ტრადიციაო და ეს ტრადიცია მდგომარეობს იმაში, რომ გამოდის ვინმე ხანდაზმული ცხოვრების საუკეთესო წლებ გავლილი მოხუცი, რომელსაც ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვია და ენერგიით სავსე ახალგაზრდა უცოდველ თაობას რჩევა დარიგებებს აძლევს. თუმცა ამ ტრადიციას მე მაინც დავიცავ. უნებრივია მე დავიცავ ამ ტრადიციას და რამოდენიმე სიტყვას გეტყვით, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ აქ ვინც ვიყავით გამოსული ჯერ ცხოვრების ნახევარი გვაქვს ალბათ გავლილი, შესაბამისად შეცდომებით მხოლოდ ნახევარი გვაქვს დაშვებული, დანარჩენი ყველაფერი წინ გვაქვს და რაც თავარია რჩევა დარიგებები იქნება უნებრივია ნაკლები. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით მთავრობის თავმჯდომარეს, მივესალმებით მინისტრებს, მივესალმებით ჩემს კოლეგებს, უმაღლეს სამხედრო წევრებს, სამხედრო სამართლოს თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, მივესალმებით ჩემს ლექტორებს, მივესალმებით ჩემს კოლეგა ლექტორებს და რა თქმა უნდა განსაკუთრებით მივესალმებით კურსდამთავრებულებს და მინდა გითხრათ, რომ კურსდამთავრებულებს 2025 მოგესალმებათ კურსდამთავრებული 2002 მეც ამ უნივერსიტეტის კედლებიდან ვარ წამოსული საბოლოო ჯამში, ვარ 45 წლის და აქედან 28 წელი სწორედ აი ამ უნივერსიტეტსთან ამ კედლებს უკავშირდება, შესაბამისად რაც არ უნდა შევეცადო, რომ მოკლე ვიყო სიტყვაში არ გამოვა ჩემგან მოკლე სიტყვის თქმა. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ თითოეულ თქვენგანს ამ დიდი გამარჯვების გაფორმება. ეს არის ნამდვილად გამარჯვება პირველ რიგში გამოცდებზე ალბათ, გამარჯვება კოლოკვიუმებზე, სემინარებზე, უნივერსიტეტზეც, მათ შორის ალბათ და ლექტორებზეც, თუმცა ეს გამარჯვება არ არის საკმარისი ცხოვრებისათვის და ამ ეტაპიდან უკვე თქვენ იწყებთ ახალი გამარჯვებისათვის ბრძოლას. ეს გამარჯვება ბუნებრივია მოვა, მაგრამ მანამდე იქნება ალბათ ძალიან ბევრი შრომა საჭირო, იქნება ძალიან ბევრი ბრძოლა საჭირო, იქნება ალბათ ცოტათი იმედგაცრუებებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში ვინც არ ნებდება ის აუცილებლად იმარჯვებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე წარმატებით დაძლევთ ცხოვრების შემდეგ ეტაპსაც, როგორც დაძლიეთ აქამდე და აფორმებთ ეს უკვე უნივერსიტეტის დამთავრებას. მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი დღე არ არის ამ კედლებისათვის დამშვიდობების დღე, უფრო მეტსაც გეტყვით საკუთარი გამოცდილებიდან, რომ დღეს სადაც არ უნდა წახვიდეთ თქვენ დღეის იქეთ. თქვენ ვერსად ვერ დატოვებთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იქნება უნივერსიტეტი, რომელმაც მოგანიჭათ თქვენ კვალიფიკაცია. შესაბამისად, თქვენ კი არ დაივიწყებთ ამ უნივერსიტეტს, მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ იქნებით ამ უნივერსიტეტის დესპანები, სადაც არ უნდა წახვიდეთ და თქვენ იქნებით ამ უნივერსიტეტის სავიზიტო ბარათები. შესაბამისად, თუ რა გააკეთა უნივერსიტეტმა თქვენთვის, სწორედ თქვენს სამომავლო საქმიანობაში გამოჩნდება და მე როგორც ამ უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, როგორც ამ უნივერსიტეტის ლექტორი ვისურვებდი, რომ თქვენით ეამაყოს როგორც თქვენს ოჯახებს, ასევე ეამაყოს უნივერსიტეტს. მით უმეტეს დღეს ჩვენ ცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც შესაძლებლობები არის განუზომლად დიდი, როგორც ფილოსოფოსები ამბობენ, შესაძლებლობის მდინარე არის ძალიან წყალუხვი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი ამ შესაძლებლობებს გამოიყენებს სწორად, თითოეულ ნაბიჯზე თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს და საბოლოო ჯამში შედგებით წარმატებული მოქალაქეები და წარმატებული სახელმწიფოს მმართველებიც. გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდობა არის ის ძალა, სწორედ რომელმაც უნდა ჩაიბაროს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავალი, არამედ აწყოს. მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, რომ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ვინაიდან თუ კი პასუხისმგებლობას არ იღებთ, არასდროს არავინ მნიშვნელოვან საქმეს არ განდობს და მე მგონია, რომ თქვენ ხართ ის თაობა, ვისაც სწორედ პასუხისმგებლობის აღების არეშინია და შეუძლია და აქვე მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ცხოვრებაში წარმატებას ხშირად უშლის ხელს შიშები და ამავდროულად ყველაფერი კარგი რაც გვინდა სწორედ აი ამ შის მიღმა, ამიტომ მე გისურვებდით, რომ არ დაუშვათ ის შეცდომა, რაც მე დამიშვია ბევრჯერ სხვათა შორის ცხოვრებაში და რომელიც შემდგომ მინანია და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ გაცილებით ბევრჯერ მინანია იმის გამო, რომ რაღაც არ გავაკეთე, ვერ გავბედე, ვიდრე იმის გამო, რომ რაღაც გავაკეთე და ამის გამო თავაგე. ამიტომ ვიყავით ცოტა არაორდინალურები, გამომდინარე იქიდან, რომ თუ კი არ იქნები არაორდინალური, თუ კი არ გაცდები ცოტა საზღვრებს, ვერ მივხვდები სად გადის თქვენი შესაძლებლობების ზღვარი და მე თვითონ თქვენგანს ვუსურვებდი, რომ თქვენი შესაძლებლობების ზღვარს მიღმა გაგეღწიოთ და გადაგელახოთ და აკვე მინდა დღევანდელი დღე მიულოცო არა მხოლოდ
უნივერსიტეტს არა მხოლოდ უნივერსიტეტის პროფესორებს მიულოცოთ თქვენს ოჯახებს გამომდინარე იქიდან რომ ვინმე თუ დღეს თქვენ გულშემატკივრობთ სწორედ თქვენი ოჯახებია და აქვე მინდა განსაკუთრებით მივესალმო და ამით დღევანდელი სიტყვა დავასრულო ბატონ ტიტეს. მადლობა მინდა უთხრა ბატონ ტიტეს ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის. ჩვენი პრაქტიკულად პირველი შეხვედრა ოფიციალურ გარემოში, რაც ის ამ კონკრეტულ თანამდებობაზე აირჩიეს და მე მინდა წარმატებები ვუსურვო, მე ვიცი მისი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ის თავის სიტყვას იტყვის. და გაგვიმართლა დღეს რომ ზეშვებულებაში გავიდა, თუმცა იმედია ამ შვებულებას ბათუმში გაატარებს გამომდინარე იქიდან რომ დარწმუნებული ვარ, აქ გარდა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისა ძალიან ბევრი დამსვენებელიც არის და გამართლებული იქნება მათი ყოფნა ჩვენს განათში. მადლობა ყურადღებისათვის, მოდით ცოტა სიტყვა გამიგზავნდა, მაგრამ ამაზე მოკლედ არ შემიძლია რომ მეთქვა. მადლობა.